საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ჩრდილოეთის ციალი. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას შეიტყობთ. მაგრამ ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ვიდეო მასალა მცირე მოცულობის ჩრდილოეთის ციალზე. ულამაზესი ვიდეო მასალა. ახლა დროებით დავივიწყოთ ჩრდილოეთის ციალიც, ეს პატარა ვიდეო მასალაც, დავივიწყოთ მისი ასტრონომიას, მისი ფიზიკას და გადავერთოთ გადაცემას. მოდით დავიწყოთ იმაზე მსჯელობით, თუ რა დემოკრატია ავაშენეთ აი ამ 30-35 წლის განმავლობაში. ხომ დიდი ხანია ვაშენებთ დემოკრატიას. ხომ დიდი ხანია ნალოლიავების შვილივით ვზრდით ამ ორი ცნებისგან შემდგარ ერთ დიდ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელსაც დემოკრატია ქვია, რომელსაც ხალხის მმართველობა ქვია და რომელთანაც ამდენ იმედს ვაკავშირებდით იმ თავიდან მოყოლებული და ვაკავშირებთ დღემდე. აი რა დემოკრატია შეიქმნა საქართველოში. სასამართლო პროცესი, რომელიც ჩატარდა თბილისში. აი ეს პატარა მონაკვეთი, რომელიც სასამართლოში არის გადაღებული, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინანდელია და რაც უჩვენებს იმას, თუ როგორი დემოკრატია შევქმნით ჩვენ. სასამართლო პროცესი, ეს არის უზენაესი მოვლენა თავისთავად, სადაც კანონმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, სადაც არსებობს სამი მხარე, არსებობს ბრალდება, არსებობს დაცვა და რა თქმა უნდა არსებობს საბოლოო სიტყვა, ანუ მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით, საქართველოს კანონმდებლობის სახელით გამოაქვს გადაწყვეტილება, გამოაქვს განაჩენი. აქ ყველა და ყველაფერი უნდა უსმენდეს და უნდა აცნობიერებდეს იმას, თუ რა ხდება ამ პროცესზე. ამის ნაცვლად, აი ასე ვერევით სასამართლო პროცესში, ასე წარმოგვიდგენია, რომ ამ გზით მივალთ ჭეშმარიტებამდე, რომ ასეთი საქციელი არის ის, რაც შეესაბამება დემოკრატიას. ეს არის თუ არა გამოხატულება იმისა, რასაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ძველი რომაელები ამბობდნენ. დაიქცეს მთელი ქვეყანა, ოღონდ დასრულდეს მართლმსაჯულება. აქ მართლმსაჯულება აღსრულდება? სამწუხაროდ არა და ვერა. მაგრამ ჩვენ ასე გავიგეთ დემოკრატია, ასე მოვედით აქამდე და როგორც ჩანს, ასე ვივლით კიდე კარგახანს, იმიტომ რომ ასე გვაქვს ეს ყველაფერი წარმოდგენილი. იმიტომ რომ ასეთი ვართ. იმიტომ რომ ასე ჩამოვყალიბდით. იმიტომ რომ აქ ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიც, როგორც არის ნათქვამი. კიდევ რა გვაქვს დემოკრატიიდან?
მიღებული, შეთვისებული, გაცნობიერებული, გააზრებული და რა გზას მივყვებით. აი, ერთი კონკრეტული მაგალითი. და მე მიმართავ ძალოვანი უწყებებს, განსაკუთრებით გედედეს თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ამაზე შევთანხმდეთ. 200,000 უნდა მიიღოს ყველამ ჯილდო, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში. დაიმახსოვრეთ, 200,000 მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის, აი ამ იმას რა ქვია, გაზის იმას დააგდეთ, ეგ გაზის იარაღი $200,000 სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, იქნებით 50-50-ე. საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, კაცო, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო, რამდენი ამოსაგები, ხო გესმით ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს $200,000, არის 9,000,000 ლარზე მეტი. აი, ასე გვესმის დემოკრატია. ესეც ერთი მიმართულებაა ჩვენი გაგებისა დემოკრატიის. რა არის ეს? ეს არის ქაოსის პირველი ნიშანია. ეს არის უსინდისობის, უპასუხისმგებლობის და საერთოდ სახელმწიფოს არსებობის აბსოლუტური უცოდინრობის შედეგი. თორემ სხვანაირად არ შეიძლება ადამიანი ასე ლაპარაკობს, ეს ხომ ჩვენი წარმომადგენელია, ქართველი კაცია, ხაბეიშვილია, იმერელი კაცია. აი ასე ლაპარაკობს. ასე წარმოუდგენია მას დემოკრატია. აი ამის უფლება მისა, მოუპოვა და მოუტანა მას დემოკრატია. აი ასე არიგებს 200,000-ს ქრთამის სახით, ოღონდ ჩვენ მხარეს გადმოდითო ეუბნება იქ ძალოვან სტრუქტურებს, ვიღაცებს, ამათ, იმათ არა აქვს მნიშვნელობა, ფულს არიგებს პირდაპირ და თუ ახლა არა გვაქვს ეს თანხებიო, როდესაც სახელმწიფო ვიქნებითო, ანუ ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაშიო, მაშინო აგინაზღაურებთ ამას ყველაფერს. ჩვენი რეალობა, ჩვენი დღევანდელობა ეს რაც გვაქვს და სად იღებს ეს ყველაფერი სათავეს? საიდან მოდის ეს ყველაფერი? დღეს ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს. კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან მოდის ყველა ჩვენი უბედურებაო. კანონიერი ხელისუფლება ეს არის 90 წელს არჩეული ხელისუფლება, ანუ ზვიად გამსახურდიას პარტია. აი იმისი დამხობიდან მოდის ჩვენი უბედურებაო. აქ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობიდან არ მოდის ეს უბედურება. ეს უბედურება მოდის იმ ქვეყნის დამხობიდან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. იმ სისტემის დამხობიდან, რომელსაც სოციალისტური სისტემა ერქვა. და იმ წესრიგის დამხობიდან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული წესრიგი ერქვა და რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რაც მქონდა ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, სოციალურ სამართლიანობას და თითოეული მოქალაქისათვის იმ აუცილებელის მიცემას, რასაც ის გამოიმუშავებდა, რასაც ის მოიპოვებდა და სახალხო დოვლათიდან ყველასთვის თავისი წილის მიკუთვნებას სამართლიანობის პრინციპით. აი ეს როდესაც დავამხეთ, ამას როდესაც აუჯანყდით, დასავლეთიდან შემოგდებული იდეალების სანაცვლოდ, როდესაც გვითხრეს, რომ თქვენ თუ აუჯანყდებით იმ ცხოვრების წესს, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენ მიიღებთ თავისუფლებას, თქვენ მიიღებთ ეროვნულ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვერ მივიღეთ თავისუფლება, ვერ მივიღეთ ეროვნული დამოუკიდებლობა, სხვაზე გავხდით დამოუკიდებლნი იმავე წუთს, რა წუთსაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაინგრა სოციალისტური სისტემა და იმავე წუთიდან ჩვენ დავიწყეთ ნგრევა საკუთარი სამშობლოსი და საკუთარი ქვეყნის. ჩვენ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და არა მას შემდეგ, რაც ის ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, არამედ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დავიწყეთ ნგრევა და დღეს გვაქვს სამნაწილად დანგრეული საქართველო. დღეს გვაქვს მოსახლეობით განახევრებული საქართველო. დღეს გვყავს ლუკმაპურის საცოდავი დაყვედრებული ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთის ქვეყნებში გადახვეწილთა მთელი
არმია. დღეს გვაქვს კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება და არ გვაქვს არავითარი გარანტია იმისა, რომ 10, 15, 20, 30 წლის შემდეგ საქართველოში ქართველები ისევ ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც ძირითადი ერი. და არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ აქ იქნება დაცული ის ტრიადა, რომლის შესახებაც ილია ჭავჭავაძე მოგძახოდა და დღემდე მოგძახის. მამული, ენა, სარწმუნოება. თანდათანობით ყველაფერი გვეცრება ხელიდან. აი ეს რეალობა მივიღეთ. მაშასე დავიმახსოვროთ ის ამბავი, რომ კანონიერი ხელისუფლების, ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით კი არ იწყება ჩვენი უბედურება. არამედ საბჭოთა კავშირის დამხობითა და სოციალისტური სისტემის ნგრევით იწყება ჩვენი უბედურება. თუ მაინც და მაინც სათავეს უნდა მივადგეთ და რა თქმა უნდა მივადგეთ სათავეს ჩვენი უბედურებისა, აი 10 თვის წერტილი ეს გახლავთ. დიახ, და კიდევ დიდი უბედურება, რომელიც სწორედ იმ 10 თვის წერტილიდან, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობდი, იწყება, გახლავთ ჩვენი საგარეო ორიენტაცია. ნატო, ევროკავშირი და ასე შემდეგ, რომელსაც პირწმინდად შევალიეთ ეს 35 წელიწადი, მაგრამ ვერც ერთი მივიღეთ და ვერც მეორე. მივიღეთ მოტყუება, მივიღეთ დამცირება, მივიღეთ დაცინვა, მივიღეთ სილა და მივიღეთ პანღური. აი ეს მივიღეთ საბოლოო ჯამში 35 წლიანი სწრაფვისგან დასავლეთისკენ, ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი, როგორ მოქონდათ ჩვენამდე, როგორ ფუთავდნენ ყველაფერ ამაზე ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი და შეიძლება ძალიან ბევრი მასალის მოტანა, როგორც ბეჭდური პროდუქციისა, ასევე ვიდეო მასალისა, სატელევიზიო გამოსვლებისა, სხვადასხვა ტრიბუნებიდან სხვადასხვა ლიდერთა გამოსვლებისა და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაფერს ხო ვერ მოვიტანთ ერთ გადაცემაში. არასაჭიროა. მე მინდა დღეს თქვენ წარმოგიგინოთ ერთი კაცი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ამ უახლეს ისტორიაში და ყველაფერი იმაში, რის შესახებაც ახლა ვსაუბრობ. ეს კაცი გახლავთ საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. აი როგორი იყო მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება იმ სტრუქტურების მიმართ, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრე, ნატო და ევროკავშირი. ჩვენ ლაპარაკობთ ახლა ევროატლანტიკურ სივრცეზე, ნატოში გაწევრიანებაზე, ევროკავშირზე. ვინ დაიჯერებდა 10 წლის წინ, რომ საქართველოს ეს პრეტენზიები ექნებოდა. დღეს ჩვენ უკვე რეალურად ლაპარაკობთ. დაახლოებით სახელმწიფო პროგრამის 70, 75, თითქმის 80%, რაც ნატოსთან გაწევრიანებასთან, ნატოში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული, თითქმის შესრულებულია. შესრულდება, ყველაფერი შესრულდება. და იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ აქამდე ასე ვლაპარაკობდით. საქართველოს ჭირდება ნატო. მე ახლა ცოტა სხვანაირად ლაპარაკობ. ნატოსაც ჭირდება საქართველო. ისე როგორც რამდენიმე წლის შემდეგ ალბათ, მე ვერ გეტყვით 2-3 წელი იქნება ევროკავშირს დაჭირდება საქართველო. აი ასეთი იყო ეს საუბრები, რა თქმა უნდა, ყალბი საუბრები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლო საუბრები, შესაძლებელია თვითონაც მოტყუებული იყო, შესაძლებელია თვითონ არ იყო მოტყუებული, მაგრამ ჩვენ გვატყუებდა, ხალხს ატყუებდა, იმიტომ რომ მას ასე სჭირდებოდა, მაგრამ ასეთი იყო ის შეფუთვა, რომლითაც მოქონდა ჩვენთან ამ ნატოსა და ევროკავშირის იდეა და ამისი პირველი გამტარი იყო სწორედ ედუარდ შევარდნაძე. არა, უფრო სწორად ედუარდ შევარდნაძე კი არ იყო. ეს ყველაფერი წამოვიდა იმ ეროვნული მოძრაობიდან. ეროვნული მოძრაობა იყო სწორედ ის, ვინც ჩვენ დასავლეთისკენ გვეკაჩებოდა. ეროვნული მოძრაობა იყო დასავლეთის აპოლოგეტი. ეროვნული მოძრაობა მხოლოდ დასავლეთში ხედავდა საქართველოს გადარჩენას და მხოლოდ რუსეთისგან მოწყვეტაში ხედავდა
საქართველოს მომავალ ბედნიერებასა და გაბრწყინებას. ეს ერთი მიმართულება იყო, ერთი ხაზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ლიდერს აი ამ საბჭოთა კავშირის გრავის შემდეგ მოსულს ერთმანეთი მართლა ჭირის დღესავით ზულდათ, ისინი ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. გამსახურდიაც ეს იყო, შევარდნაძეც ეს იყო, სააკაშვილიც ეს იყო და თქვენ წარმოიდგინეთ დღევანდელი ხელისუფლებას ეს იყო. არ ვიცი არის თუ არა ბოლომდე მათ რიტორიკას თუ დაუგდებთ ყურს, რა თქმა უნდა, დღემდე დასავლეთისანი არიან, მაგრამ შესაძლებელია რეალობას აცნობიერებენ. ამიტომ არ მინდა წინასწარ რამე დასკვნა დავდო მათ შესახებ, კიდევ იქნებიან ერთხანს ხელისუფლებაში და ვნახოთ რას გააკეთებენ და როგორ გააკეთებენ, მაგრამ მიმართულება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც დაიწყო, აი ეს მიმართულება, როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხებში, ეს იყო უწყვეტი მიმართულება და არაფერს არ ცვლიდა ის, რომ ამ ლიდერებს ერთმანეთი არ უყვარდათ. გამსახურდიას შევარდნაძე არ უყვარდა, შევარდნაძეს გამსახურდია არ უყვარდა, სააკაშვილს შევარდნაძე არ უყვარდა, შევარდნაძეს მერე, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არ უყვარდა და იცით რა დამოკიდებულებაა დღემდე ამ სააკაშვილ ივანიშვილის გუნდს შორის სიძულვილი, ერთმანეთის უარყოფა, ერთმანეთის კრიჭაში დგომა, ერთმანეთის ჯიბში დგომა, მაგრამ ყველა თაობის ხელისუფალი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც მოვიდა, ემსახურებოდა დასავლეთის მიმართულებას და აღარ გავიმეორებ ჩამონათვალს, რაც უკვე ჩამოვთვალე, რა გვაქვს შედეგად, რა მივიღებთ აქედან შედეგად. ეს თქვენ ხართ აგერ, თქვენ უსმენთ ამ გადაცემას, თქვენ უსმენთ და უყურებთ სხვა გადაცემებსაც, თქვენ აცნობიერებთ, რასთან გაქვთ საქმე და დასკვნებიც, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გააკეთოთ. ახლა ისევ მივცეთ სიტყვა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. რას ნიშნავს ნატოს წევრობა? თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. რატომ გააკეთა არჩევანი ბულგარეთზე და რუმინეთზე ნატომ? როცა ეს ორი ქვეყანა მიიღო თავის წევრად. იმიტომ რომ შავი ზღვა მათ ინტერესებში. შავი ზღვის პორტები. შავი ზღვა არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი. შავი ზღვა არის დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასთან, საერთოდ აზიასთან და ასე შემდეგ. დადგა საქართველოს ჯერი. დაიმახსოვროთ, დადგა საქართველოს ჯერი და ჩვენ თუ გავხდებით ნატოს წევრები, მაშინ ცოტა სხვა ენაზე დაგველაპარაკებია. აი, რას გვიხსნის და რას გველაპარაკება ეს კაცი. გავშიფროთ ცოტა თუ არ არის საჭირო. მე მგონი მაინც არის რაღაც მიმართულების მიცემა საჭირო. შავი ზღვა არის მთავარი. შავი ზღვა არის გადამწყვეტი ფაქტორი. ანუ შავი ზღვა ჭირდება დასავლეთს. შავი ზღვა ჭირდება ნატოს. და შავი ზღვის დაპატრონება არის ამოცანა. თუ კი ბულგარეთი, რუმინეთი წავიდა იქითკენ, დადგა ჩვენი ჯერიო. ესე იგი ჩვენც იქითკენ უნდა წავიდეთო. ანუ რუსეთს უნდა დაუპირისპირდეთო. რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების მოწინააღმდეგები უნდა გავხდეთო. მოწინააღმდეგეთა ბანაკში მის მიმართ მტრულად განწყობილ სამხედრო ბლოკში უნდა გავწერვიანდეთო. გვეუბნება საქართველოს მაშინდელი პირველი პირი და რა თქმა უნდა მთელი იდეოლოგია მომართულია ამ თვალსაზრისით, ყველაფერი მუშაობს ამ კუთხით და საზოგადოებრივი ცნობიერება იწყებს ისე მომართვას, რომ ეს ყველაფერი არის ბაჯაღლო ჭეშმარიტება. მაგრამ არის კი ეს ბაჯაღლო ჭეშმარიტება, იყო კი ეს ბაჯაღლო ჭეშმარიტება და სწორედ და ამას პასუხი გასცა არა რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ, არამედ პასუხი გასცა ისტორიამ. ეს პასუხი დღეისთვის უკვე გაცემულია. მაგრამ ვიდრე ამაზე ვიტყოდეთ რამეს, მოდით კიდევ ერთი პასაჟი მოვისმინოთ შევარდნაძის ამ გამოსვლიდან. მე ამის მომხრევა რომ ჩვენ დიდ მეზობელთან რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ. ყოველ მიზეზს გარეშე ეს დიდი ამოცანაა. მაგრამ ეს არ მოხდება, მანამ სანამ ისინი ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება პრევენტიული დაარტყმები მივაყენოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისათვის.
საქართველოს საფრთხეს წარმოადგენს? ან უზბეკეთია საფრთხე რუსეთისათვის? ან გერმანია საფრთხე? ან რუმინეთი? რომელი ქვეყანაა? რას გულისხმობენ? ისე გველაპარაკება, რომ უკან დასახელს არ გვიტოვებს. გამიჯერეთ, მე რასაც გეუბნებით, ომახიანად გველაპარაკება, რა საქართველოა საფრთხე რუსეთისთვის, რა გერმანიაა საფრთხე რუსეთისთვის, რა რუმინეთია საფრთხე რუსეთისთვის, თუ რომელი სახელმწიფოა საფრთხე რუსეთისთვის. სად არის საფრთხეო? სად ხედავენ ისინი საფრთხეებს? წარმოგიდგენიათ? მიხვდით სად არის სიცრუე? საქართველო კი არ არის ცალკე აღებული საფრთხე და სხვათა შორის არც გერმანია არ არის რუსეთისთვის ცალკე აღებული საფრთხე. მაგრამ რუსეთისთვის საფრთხეა კოლექტიური დასავლეთი. რუსეთისთვის საფრთხეა სამხედრო ბლოკი ნატო. და როდესაც ეს პატარა საქართველო ცდილობს რომ ნატოში შევიდეს, ის ცდილობს გადაიქცეს რუსეთისთვის საფრთხედ. ეს ლოგიკა რა რთული ლოგიკაა? ძნელად გასაგებია? მაგრამ როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა, როდესაც მთელი დასავლეთი მისი სტრუქტურებით, მისი აგენტურით, მისი მეხუთე კოლონით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციებით, მისი მედია საშუალებებით, მისი სპეცსამსახურებით, მის მიერ მოყვანილი ხელისუფლებით, მის მიერ მოყვანილი და დანიშნული ეგრეთ წოდებული ოპოზიციით. აი ასე გველაპარაკება, როგორც სახელმწიფოს პირველი პირი გველაპარაკებოდა. მაშინ თითქოს იბნევა ადამიანიც და საზოგადოებაც. და ასე ფიქრობს მართლაც რა საფრთხეს უქმნით ჩვენ რუსეთს, რომ ის მტრად გვექცეს. არადა პირდაპირ შედიხარ მტრების სიაში. პირდაპირ შედიხარ მტრულ სამხედრო ბანაკში. ამაზე მეტი საფრთხე რა უნდა ყოფილიყო? და როგორ შეიძლებოდა რომ ამისი შედეგები არ გაგვეთვალა? როგორ შეიძლებოდა არ გვეფიქრა რომ ამას შესაძლებელია ცუდი შედეგები მოყვეს? მე ხლავე გეტყვით თქვენ რა შედეგები შეიძლებოდა ამას მოყოლოდა. უბრალოდ ერთ ამონარიც მოგასმენინებთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი მოგასმენინოთ ბატონ შევარდნაძის მიერ აი ამ გამოსვლისა, სადაც ის ისეთ რამეს ამბობს, რომ აი თქვენ ახლაც კი ყურებს არ დაუჯერებთ. სხვათა შორის ზოგიერთი გამონათქვამი ჰიტლერისაც მახსოვს. ის არ ამბობდა რომ ჩვენ უნდა დავიპყროთ მთელი ევროპა. ის ამბობდა რომ უშველოთ ავსტრიას, უშველოთ ჩეხოსლოვაკიას, უშველოთ პოლონეთს და ასე შემდეგ. მე არ მინდა ახლა პირდაპირ შედარება იყოს, მაგრამ ის რაც ზოგიერთმა სახელმწიფო მოღვაწემ იხმარა, გამოთქმა პრევენტიული დარტყმის უფლება, თუ კი მათი ეროვნების ხალხი, რუსი მოქალაქეები რაღაც საფრთხის ქვეშ დადგებიან ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ ამის უფლება აქვთ. არავის არ აქვს დღევანდელ მსოფლიოში პრევენტიული დარტყმების უფლება. არავის. არც რუსეთს და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს. ესე იგი, ბატონი შევარდნაძე გვეუბნება, რომ რუსეთს თურმე არ აქვს პრევენციის უფლება, თუნდაც სამხედრო ოპერაციის თვალსაზრისით ჩატარებული, თუ კი მისი მოქალაქეები სადმე დადგებიან საფრთხის ქვეშ. ჯერ ერთი ძალიან საეჭვდებულებაა, როგორ თუ რუსულ სახელმწიფოს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს არ აქვს იმის უფლება, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, თუ კი დაცვა დასჭირდება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რას გვეუბნება ეს კაცი? ჯერ ერთი გვეუბნება იმას, რომ ჰიტლერიო ასე და ასე ლაპარაკობდაო. ეს დავიცვათ, ის დავიცვათ, ავსტრია დავიცვათ, პოლონეთი დავიცვათ და ვიღაც დავიცვათ და რაღაცა დავიცვათ. ესე იგი, ჰიტლერის გათეთრებას ვერ მოახერხებდა, მაგრამ გათეთრების მცდელობაც კი იკადრა ბატონმა შევარდნაძემ, როდესაც ამას ლაპარაკობდა. რომ თურმე ჰიტლერი ვიღაცების დაცვაზე ლაპარაკობდა. წარმოგიდგენიათ, სანამდე მივიდა და რუსეთს არ აქვს პრევენციულ ღონისძიებათა გატარების უფლებაო.
სამხედრო თვალსაზრისის პრევენციაზეა ლაპარაკი. კი, მაგრამ რუსეთმა თუ სადმე განაცხადა, რომ მე პრევენციულ სამხედრო ღონისძიებას მიუმართავ, თუ კი ეს აუცილებელი იქნებაო, ამის გამო რომ აკრიტიკებს ბატონი შევარდნაძე აკრიტიკებდა რუსეთს. როდის გააკრიტიკა მან თქვა დასავლეთი, ნატო. იმის გამო რომ მაგალითად იუგოსლავია საერთოდ აღგავეს პირისგან მიწის. და რამდენი ათასები ჩახოცეს და ჩაცხრილეს და დაბომბეს და გააუბედურეს ღმერთმა იცის. მაშინ როდესაც თქვათ შეიჭრნენ ერაყში, როდესაც ლიბიის და ჩამოარჩვეს სადამ ჰუსეინი, პრეზიდენტი ერაყისა, როდესაც ლიბიის პრეზიდენტს მოუწყვეს ლინჩის წესით გასამართლება, როდესაც დაბომბეს უამრავი ქვეყანა, 50 სახელმწიფოზე მეტი სახელმწიფო ყავს დაბომბილი ამერიკის შეერთებულ შტატებს აი ამ თავისი არსებობის განმავლობაში. არც ისე ხანგრძლივი არსებობის მანძილზე. ამის შესახებ სადმე თქვა ბატონმა შევარდნაძემ, მე ახლოს ვიყავ იმასთან და საქმიანი ურთიერთობა მქონდა. მე არ მომისმენია სადმე მას ესე თქვას. ან აქ, ან სადმე საზღვარგარეთ ყოფნისას. არ უთქვამს ეს, მაგრამ რუსეთმა ეს თქვაო, აი ასე ომახიანად და მწვავედ აკრიტიკებს ამის გამო. აი ეს დამოკიდებულებები როგორ მუშაობდა მერე, როგორ აისახებოდა მერე იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც აი ამ კურსით მიდიოდნენ, აი ამ გზას დაადგნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდა უკრაინაში. უკრაინაშიც ხომ ამ ჯურის, ამ ტიპის ხელისუფლება მოვიდა, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვიდა საქართველოში. ამ ტიპის ხელისუფალნი მოვიდნენ უკრაინაშიც, სხვადასხვა თაობები. და ეხლა მთლად გვირგვინი ნეოფაშიზმის წარმომადგენელი ზელენსკი, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა უკრაინა. ჩვენს ხომ იგივე მივიღეთ. მართალია, მთლად იმ მასშტაბის უბედურება არ მოხდარა საქართველოში. მასშტაბებზე თუ ვილაპარაკებთ, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ პრაქტიკულად იგივე დაგვემართა ჩვენს, ხო? იმიტომ რომ აი ასე აზროვნებდნენ ჩვენი ხელისუფალნი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ თუნდაც იგივე რუსეთთან. მე წეგამლად საუბრობდი იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იწყება ჩვენი უბედურებაო, კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან. კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან კი არა, რუსეთთან დაპირისპირების დაწყებიდან იწყება. საბჭოთა კავშირის დაშლა ვთქვი, სოციალისტური სისტემის მგრავა ვთქვი, რუსეთთან დაპირისპირება არის კიდევ ერთი ისეთი ფუნდამენტური მომენტი. აქედან იწყება ჩვენი უბედურება. და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ, სისტემურად და კომპლექსურად უნდა დავინახოთ ის გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომელმაც იმ მდგომარეობამდე მივიყვანა, რა მდგომარეობამდეც მივედით. უკრაინის მაგალითთან დაკავშირებით მე შემიძლია გაჩვენოთ ჟირინოვსკის, საქართველოში არ უყვართ ეს აწ უკვე გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსი, მაგრამ ჟირინოვსკის ერთი გამონათქვამი, სხვათა შორის მისი გამონათქვამები ძალიან წინასწარმეტყველური გამოდგა და უამრავი მაგალითი არსებობს ამისი. აი ერთ-ერთი მისი გამონათქვამი უკრაინასთან დაკავშირებით. Вот он белая лента, вот он стоит здесь, вот она белая лента. Вот Майдан устроили, вот враги стоят. Вот их сделали, подогрели. Украина враг России, а внутри пятая колонна демократии. Не хватает представителя Вашингтона. Они уже действуют, они здесь действуют. Все эти радиостанции, телеканалы. И Украина не понимает, что она пушечное мясо, чтобы стравить Германию с Россией из-за Украины. Эта война будет. И Украина будет уничтожена. Вот говорят, Трамп, что требует Трамп? Давайте договоримся. Знаете тему договора? Раздел Украины. Трамп согласен, что Галиция со Львовом Владимир отходит Вольфович, в НАТО. никто не говорил говорю, никогда в жизни об этом. Вся Никогда не было такого. юго-восточная Украина вся возвращается в Россию, как Крым. Кайгет ეს ბოლო ნათქვამი მისი. მთელი უკრაინა დაუბრუნდება რუსეთს, ისევე როგორც ყირიმი დაუბრუნდაო. იქამდე თქვა, რომ უკრაინასთან იქნება ომი და უკრაინა განადგურდებაო. უკრაინასთან უკვე იყო და არის ომი და უკრაინა უკვე განადგურდა. ეს ნაწილი მისი ნათქვამის აღხდა.
მე არ ვიცი ახლა თუ არა ის ნაწილის რომ უკრაინა ოდესმე შემოუერთდება რუსეთს და ეს სლავური სახელმწიფოები ბოლოს და ბოლოს გაერთიანდებიან, შესაძლებელია ესეც მოხდეს, მაგრამ ფაქტია რომ იმ მიმართულებამ, იმ გზამ, რომელ გზასაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა დაადგა, მათ შორის უკრაინაც, მათ შორის საქართველოს. ანუ დასავლურმა ორიენტაციამ ჩვენ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაც გვაქვს საქართველოში და რა მდგომარეობაც არის გაცილებით უარესი უკრაინაში. აი ასეთია ლოგიკა, ასეთია თანმიმდევრობა ამ მოვლენებისა და ამის დანახვა აუცილებელია. იმიტომ რომ თუ მიზეზი ვერ დაინახე, მაშინ შედეგსაც სწორად ვერ დაინახავ და ცუდი შედეგის გამოსწორების სწორ გზასაც ვერ დაადგები. ეს არის ყველაფერი ის, რაც ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, აქ ოდნავ შევისვენოთ და შემოგსავაზებთ ფსიქიატრიის რენტგენს. რაგი დღეს საბჭოთა კავშირზე ვსაუბრობ და მინდა ვცდილობთ რომ რაღაცეები მიზეზ შედეგობრივ კავშირში დავინახოთ. მოდით ამ ფსიქიატრიის რენტგენშიც ვნახოთ ერთი ისეთი გამონათქვამი, რომელიც ამას შეესაბამება, ამ თემას რაღაცნაირად ეხმიანება. გახსოვთ თქვენ ალბათ ძალიან ბევრს ქირქილებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისიდან მოსკოვამდე ბილეთის ფასი იყო 37 მანეთიო და ამას ხალხი ერთგვარი ნოსტალგიით იხსენებს, იმიტომ რომ იაფი იყო, ადვილი იყო, გადაადგილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამას დასცინიან და აი ვნახოთ ერთ-ერთი პერსონაჟი თუ როგორ ცდილობს რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გააფერმკრთალოს ის ნოსტალგია და გითხრას საწინააღმდეგო რა განწყობაც საზოგადოებაში არის. ის 37 მანეთი რაღაც მოარული რომელზეც ლაპარაკობენ 37 მანეთად მოსკოვში მოფრინავდი და ხო ჯერ 37 მანეთად ვერ შეფრინავდნენ 37 მანეთად წახვიდოდი და 37 მეორე გჭირდებოდა უკან ჩამოსულიყო. ჯამში ეს არის 74 იქ 37 და 50 იყო რომელზეც აკლებენ და 75 მანეთი მაშინ იყო ხელფასის ნახევარი, იმიტომ რომ ამას რო ამბობენ, არ ამბობს ხელფასი რამდენი იყო. ხელფასი იყო 150 მანეთი. ეს ნიშნავდა, რომ ის ბილეთი არაფერი ისეთი იაფი არ იყო. დადიან ქუჩაში და მას გაიძახიან რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი და არ იყო კარგი საბჭოთა კავშირი. არ იყო. აჰა, ლოგიკური მსჯელობა, დასკვნად თქვენ თავად გააკეთეთ, მაგრამ ეს არ არის ლოგიკური მსჯელობა, ეს არის პრიმიტიული მსჯელობა. ეს არის დაქირავებული კაცის მსჯელობა. ეს არის არაობიექტური კაცის მსჯელობა, ტენდენციური მსჯელობა. ის და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდაც, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც მონდომებულნი და მოწადინებულნი არიან, რომ იმ ცხოვრებაში, საბჭოთა კავშირის პირობებში და სოციალიზმის პირობებში, რაც კარგი იყო, კი ბატონო, რაღაცა იყო გამოსასწორებელი, რაღაცა იყო გასაკრიტიკებელი, კი ბატონო, მაგრამ რაღაცა კარგიც ხომ იყო და ის რაღაცა არასოდეს არ არის წარმოჩენილი ამათ საუბარში. პირიქით, ის რაღაცაც მუდმივად არის გაქილიკებული და მუდმივად არის უარყოფილი. ანუ ესენი არიან გულის ამრევად და საზესრად ტენდენციური. ახლა ამ კაცის ლოგიკას თუ გამოვყვებით, ის რომ არ ვარგოდა საბჭოთა კავშირი, სოციალისტური სისტემა, დღევანდელობა უნდა ვარგოდეს მაშინ, ხომ? დღევანდელობა კარგი უნდა იყოს. ეს რასაც ახლა გიჩვენებ, რა თქმა უნდა, ამას ვერც მეცნიერულად ამოწურავს და ვერც პუბლიცისტურად, მაგრამ აი რაღაცნაირი პასუხი არის იმასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ახლა მქონდა საუბარი, როგორია დღევანდელი ცხოვრება. მობილურის კაბელი ვერ ვიშოვე, იცი გამიწდა და დაკეტილი არის, აი სადგურის გაყოლებაზე თუ იცით რიგები რო არის. დაკეტილი ის ყოველდღე დავდივარ, ვფიქრობ, ეხლა თუ გახსნას პრობლემებს გვიქმნიან, იცი და სერიოზული პრობლემები, აი მოშლილი არის საქალაქო ტრანსპორტი, მოშლილი არის კომუნიკაცია ხალხთან. აი ეს არის კაცი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოძღვრავს მთელ საქართველოს, იმიტომ რომ აქვს ტელეარხი საკუთარი
და ამ ტელეარხიდან აფრქვევს აი ამგვარ სიბრძნეებს, რაც ახლა მოისმინეთ. რომ თურმე რომელიღაცა მობილურის, რომელიღაცა კაბელის საძებნელად დადის სადღაც და აი ამ დროს აღმოაჩნია ის, რომ მოშლილია ტრანსპორტი, მოშლილია კომუნიკაცია, მოშლილია ეს, მოშლილია ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი დასაბუთება. როგორც პირველ შემთხვევაში მე-10 ადგილზე გასული ვიდეო იყო ის პირველი ეს მე-9 ადგილზე გასული ვიდეოა. როგორც პირველ შემთხვევაში იყო აბსოლუტურად ტენდენციური მსჯელობა, ისე აბსოლუტურად ტენდენციური მსჯელობა აქაც. მე-8 ადგილზე გასული ვიდეო. მაგრამ ერთი წუთით სიმართლე არ ვთქვათ აქაც? დიახად, ნაციონალური მოძრაობა, როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიждდებოდა მონა მოსამართლეებზე. გიждდებოდა. ჭკუა ეკეტებოდა. ნექტო. დადგინდა! აი დიდებულია ეს მინაწერი, ჩემი გაკეთებული არ არის, ასე დადის ეს მასალა ინტერნეტში. დიდებული მინაწერია, დადგინდა ის, რომ თურმე მოსამართლეები ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის ხროვას დამონებული ყავდა, აი გიждდებოდნენ მონა მოსამართლეებზეო, აღიარებს მელია ნაციონალური მოძრაობის აი ერთ-ერთი ისეთი სახე, ხომ? ყველაზე წარმომადგენლობითი სახე. აი ეს კაცი აღიარებს, რომ ჩვენ გიждდებოდით მონა მოსამართლეებზეო. დანარჩენი მინაწერი კარგად ასახავს ყველაფერ ამას. ახლა კიდევ ერთი თემა, რომლის გაქილიკებასაც ცდილობენ. ეს არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებულ LGBT პრობლემასთან, LGBT საკითხებთან, რომელსაც თავს გვახმევენ, რომელიც დასავლეთმა აქცია იდეოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ იდეოლოგიის მიმდევრები ცდილობენ, რომ გააშარჟონ, გააქილიკონ ეს პრობლემა, რომელიც დგას, რომ იქნება მომავალი თაობა არ დავანებოთ ამ ტარვალებს, რომ ეს პროპაგანდა გაწიონ და ცნობიერებაში ის ბაცილა გააჩინონ, რომელიც მათ უნდათ რომ გააჩინონ. აი ამის გაქილიკება მოინდომეს და იძახიან, რომ კაცების გათხოვებას აპირებენ თურმე და რაღაცა ბედურებას გვიპირებენ, რომ კაცები უნდა გაათხოვონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე წინა გადაცემაში ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, აბსურდამდე მიყვანა სურთ ამ თემის ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ გამოყენებული და ნაცადი მეთოდია აბსურდამდე მიყვანა. აი ასეც ცდილობენ, რომ აბსურდამდე მიიყვანონ თემა. ხალხო გამოგაშტერათ. ესე იგი, კაცი იყო ერთი გურიდან, რომელიც ჩვენ რასა პროტესტებს, რასა პროტესტებს, კაცი რომ არ გათხოვდეს. კაცი კი არა, ქალები ვერ თხოვდები, ჩვენ რომ რა სასაცილო არა? ქალები ვერ თხოვდებითო. სულ მიგვირდა რა აწუხებს ამ ქალს მეთქი ნეტა, რატომ არის ასე ეგზალტირებული, რატომ არის ასე ამოვარდნილი ყოველგვარი კალაპოტიდან მეთქი და გათხოვების პრობლემა ქონია თურმე. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო ეს სასულიერო პირია და ძალიან საინტერესოდ მსჯელობს ერთ-ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. როცა დედაკაცებს ასე შუაზე გიგებია ჩანთა, კერდია გამოყოფილი. ეს არის სიძვა. როდესაც ესე იგი თქვენ შეიძლება ამიტომ არ იკეთებთ ასე მორწმუნეები ჩანდეს, მაგრამ იცოდეთ ეს არის მე გარდა მგლისა ვარ მამაკაცი. როცა ადამიანი მამაკაცი შეხედავს დედაკაცს გამოკვეთილ კერძზე, რა თქმა უნდა არაწმინდა აზრები იბადება. რა ვიცი, კომენტარის სახით რა ვთქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ სწორი თქვა მღვდელია, მაგრამ თან მამაკაცია. ისე როდესაც მღვდელი და სასულიერო პირი ხარ, ალბათ უნდა დაივიწყო რომ მამაკაცი ხარ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩანთა რაღაც სექსუალურად გადაკიდებული ქალბატონი შემობრძანდა ეკლესიაში, მაგრამ ეს კაცი ვერ აღწევს თავის ქვენაგრძნობებს ასეთ შემთხვევაში და ამიტომ მოყვა ეს პრობლემა. ამ ქვეყანაზე უპასუხოდ არაფერი არ რჩება და რა თქმა უნდა არც ეს დარჩენილა უპასუხოდ მე-5 ადგილზე გასული ვიდეო. ვიღაცა მამაოს ვიდეოს წავაწყდი, ჩანთაო ესე თუ გაქვთ გადაკიდულიო და მკერდი გამოყოფილიაო, ცოდვაო და ჯოჯოხეთში მოხვდებითო. რა მიყვარს სიცხე? ანუ ჯოჯოხეთში ყოფნა უყვარს და ამიტომ ეს ქალბატონი მკერდს არ დამალავს. არ არის შესაშვები ერთ სიტყვით ეკლესიაში. ხო, ახლა ცოტა უფრო ესეთი სერიოზული პოლიტიკური თემები.
ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ანუ დასავლეთის მეხუთე კოლონა და აგენტურა პირდაპირ აანონსებს რევოლუციას. 4 ოქტომბერს დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. ვატარებთ ეროვნულ კრებას. ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას. 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე. მშვიდობიანი დამხობის დღე უკვე არის გამოცხადებული. ახლა ვნახოთ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს ყველაფერი. ეს გახლავთ მესამე ადგილზე გასული ვიდეო. იქნება 9 მილიონი გამოვა 2 საათში არ იქნება 250.000 გამოვა 3 საათი დაჭირდება 100.000 გამოვა რამდენიმე დღესაც დაჭირდება მაგრამ ბიძინა ივანიშვილი წავა ალბა 2.4 რამდენია 2.1 დიახ 5 5 გამოვაგოთ 2 6 შენ გენაცვალე ალბა 1.1 2 გამოვაგოთ 2 2 გამოვაგოთ 2 4 შენ გენაცვალე აი ასეთი მინაწერი აქვს ამ ვიდეოსაც და მე მგონი სავსებით სამართლიანად კარგი იუმორია ასე ვთქვათ. კარგი იუმორია ამ ორი ვიდეო მასალის შეერთებაში. ასეთი მათემატიკოსები გვყავს პოლიტიკურ რევოლუციური განწყობის მქონე მეხუთე კოლონის წარმომადგენლებში. ახლა თუ ამდენი ხალხი გყავთ ისე რომ გაიძახე ამ 9 მილიონს 250.000 100.000 და ასე შემდეგ ამდენი ხალხი მომხრე მხარდამჭერი თუ გყავთ მაშინ ერთმა ჭკვიანმა კაცმა ბატონი კოტე მიქაძე არის ასეთი მუსიკოსი დიდებული კაცი დიდებული შესანიშნავი პიროვნება რომელმაც ყველაფერ ამას პასუხი გასცა და საკმაოდ ენამოსტრებულად უთხრა მათ 4-შიო გამოვიდეთო და დავანახოთო ესე იგი ქვეყანასო და მსოფლიოსო რამდენი ვართო შედალოცვილო რას გამოდიხარ მაშინ მიდი იქ მიიღე მოიგე თუ ამდენი ხარ და ამის ერთი ადგილი გაქვს რომ მოიგო გადი რატო წვალობ რატო აწოლებ ამ ხალხს ბატონო კოტე შემოდიდებულო კაცო საქმე ის არის რომ არავითარი ხალხი მაგათ არ აყავთ ამომრჩევლის თვალსაზრისით მათ ხალხი ბევრი არ ყავთ მაგრამ აგენტურის თვალსაზრისით მათ გაცილებით მეტი ყავთ ვიდრე ეს შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს აგენტურის თვალსაზრისით მათ უამრავი ხალხი ყავთ და აი დამადასტურებელი ვიდეო ეს გახლავთ მეორე ადგილზე გასული ვიდეო ამერიკელები მილიარდებს საკუთარ აგენტურაში კი არ ხარჯავენ ქვეყანაში მათ არ ჭირდებათ აგენტურა აგერ ვართ აბატონო აგერ არიან აგენტურა დასავლური არაფრის დახარჯვა არ როგორ არ ჭირდებათ ბევრი ფული დახარჯეს ბევრი ფული დაახარჯეს ამათ უზარმაზარი რაოდენობის ფული დაახარჯეს და ბევრი იომეს ამათაც და იმათაც რომ მოგვეცით უფლება ეს თანხები უკონტროლოდ შემოვიტანოთ საქართველოში აი ამათთვის მისაცემი ფული რომ მე ამათ ასე ილაპარაკონ მე ამათ ასე იმოქმედონ და რევოლუციები დაგეგმონ და ზოგიერთ შემთხვევაში განახორციელონ კიდეც განახორციელეს ხომ რამდენჯერმე განხორციელდა საქართველოში მათ მიერ მოწყობილი რევოლუცია და ახლა ყველაფერ ამათ აქვთ ერთი შიში ეს შიში დაკავშირებულია რუსეთთან და რუსეთის ფაქტორთან მაგრამ საქართველოში არიან მეხუთე კოლონის და აგენტურის წარმომადგენლები რომლებსაც ამ შიშის დაძლევა შეუძლიათ პირველ ადგილზე გასული ვიდეო მაგრამ რუსები მოდიან პროვოკაციაზე და თუ ჩვენ ერთიანად დავხვდებით მღვდელი, არა მღვდელი ჯარისკაცი, პოლიციელი, რიგითი მოქალაქე, მეწაღე, ხო, რიგითი მოქალაქე, მეწაღე, ჟურნალისტი, არასამთავრობოებრივი პოლიტიკოსი, მხატვარი თუ მუსიკოსი და ყველა ერთად დავდგებით, რუსები აქ იბოდიშებთ და ფეხებსაც ვერ მოგჭარბ. აი ასეთია ეს გამონათქვამი კომენტარი მართლაც არ მაქვს კაცმა რომ თქვას, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რომ ეს არ არის სიმამაცის გამოხატულება, ეს არის სისულელის გამოხატულება. ეს არ არის პატრიოტიზმის გამოხატულება, ეს არის საკუთარი სამშობლოს აი როგორც თვითონ გამოიყენა გამოთქმა ფეხებზე დაკიდების დამოკიდებულება.
მის და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდაც, მაგრამ მომრავლდა ასეთი ხალხი. ახლა მინდა საერთაშორისო ამბებზე გადავიდეთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ტრამპმა რუსეთს მისცა 50 დღე, ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ამბავი. თვითონ თავისთავად რაღაც გაუგებარია ეს 50 დღე მისცა იმისთვის, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მათ ხელი უნდა მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან. თუ ეს ასე არ მოხდება, აი მაშინ რაღაცა პირობაა დათქმული, იმიტომ არის 50 დღის მიცემა, ანუ ულტიმატუმის პათოსია, ულტიმატუმის პათოსით არის გაჟღენთილი ტრამპის ეს შეთავაზება რუსეთისა და პუტინის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ითქვა, ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ მოდით მივყვეთ მოვლენებს. Администрация Белого дома за последнюю неделю обрушилась с жесткими высказываниями в адрес Путина. Кроме слов Трампа о том, что срок действия его ультиматума может закончиться раньше 50 дней, на медне выступил госсекретарь США Марко Рубио, который прямо сказал, что Трамп раздражен и устал ждать шагов Путина по окончанию его войны против Украины. Рубио заявил, что терпение Трампа на исходе и что Белый дом работает над усилением давления на Москву. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიცია, ეს დამოკიდებულება, რომელიც აბსოლუტურად მეუღებელია და აბსოლუტურად გაუმართლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ არ იმუშავებს. როდესაც ზესახელმწიფოს ამ ენით ელაპარაკება მეორე ზესახელმწიფო, რა თქმა უნდა, ის არ იმუშავებს. ეს არ არის თანამშრომლობის შეთავაზება, ეს არ არის პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული შეთავაზება. ეს არის გაჟღენთილი ზემოთ დგომის სურვილით, რომ მე ვარ დავალების მიმცემი. თქვენ ყველანი და მათ შორის რუსეთი და მისი პრეზიდენტი უნდა იყოთ ამ დავალების შემსრულებელი. ამ ინტონაციებით, ამ ტონალობით საუბარი, რა თქმა უნდა, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს და ეს გამჟღავნდა იმაშიც, რომ შემდეგ ტრამპმა რატომღაც შეცვალა მის მიერ მიცემული ეს 50 დღე და დაიყვანა 10 დღემდე. რამდენად სწორია მისი ეს განცხადება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოდით ამასთან დაკავშირებით მოусმინოთ თვითონ სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოს. Президент США Дональд Трамп сосредоточен на мире. Ничего он не хочет больше, чем участвовать в мирных соглашениях, останавливать войны, предотвращать войны. Став президентом, он унаследовал войну, и он сделал все возможное, чтобы положить ей конец. Я думаю, он все больше разочаровывается, потому что, несмотря на хорошие разговоры с Путиным, они ни к чему не приводят. Пришло время действовать, и президент дал это понять. У него заканчивается терпение. Он не хочет больше ждать, когда Россия сделает шаг навстречу миру в этой войне, которую он не начинал, но хочет закончить. С января этого года погибло уже более 100 тысяч российских солдат. Это кровавый конфликт с разрушениями. Россия все время тянет, делает вид, что интересуется миром, но не предпринимает серьезных шагов. Президент не собирается попасть в ловушку бесконечных переговоров о переговорах. И я думаю, он многое понимает из опыта общения с самыми безжалостными людьми в бизнесе за последние полвека. Am საკმაოდ ვრცელი ამონარიდიდან ინტერვიუში ჩანს ერთი რამე, რომ მთავარი არის ტრამპის გუნება განწყობილება და მისი დამოკიდებულება. ის არის გაღიზიანებული, ამბობს მარკ რუბიო და ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა გადავიდეს იმაზე ფიქრში, რომ როგორმე ტრამპს მოუხსნათ ეს გაღიზიანება, როგორმე არ ვაწყენინოთ, როგორმე მისი გუნება განწყობილება ნეგატიური მიმართულებით არ მივმართოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის დირექტორის პოზიცია, ხელმძღვანელის, ლიდერის პოზიცია, უფროსის პოზიცია. რაც როგორც უკვე ვთქვი, რა თქმა უნდა, არ იმუშავებს, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან, ისინი ამ მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას და თანაც ამ მიმართულებით მეთქი, რომ ვამბობ ეს გულისხმობ შინაარსს და რაც შეეხება გეოგრაფიას, ერთი მიმართულება კი არ აქვთ, რამდენიმე მიმართულება აქვთ. რუსებს ხომ ებრძვიან და ებრძვიან, პარალელურად ებრძვიან ჩინეთსაც და ერთდროულად ორი მისამართით, ასე ვთქვათ, ორ კურდღელს დაძდევენ.
Но штатам в принципе плевать на угрозы Москвы, поскольку они знают, что в прямом вооруженном противостоянии России и НАТО у Кремля тупо нет никаких шансов. Потому на Медне в Совбезе ООН Штаты смело сказали, что они не боятся Путина, и акцентировали внимание на том, что Вашингтон собирается раз и навсегда усмирить Кремль. А вместе с ним и Китай, который активно поддерживает военную машину Путина. ახლა ბარემ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელსაც მოусმინოთ, გაეროში წარმომადგენელს. Игнорируя призыв Совета к прочному миру, Россия продолжает убивать украинских гражданских лиц. Российские дроны и ракеты ударили по школам, детским площадкам, жилым домам и домам престарелых. Россия направила на передовую тысячи военнослужащих из КНДР и десятки тысяч российских солдат, которые погибли на поле боя ради незначительных территориальных приобретений. Война, убийства и разрушения должны прекратиться. Как неоднократно заявлял президент Трамп, у этого конфликта нет военного решения. 14 июля президент Соединенных Штатов поставил президента России Путина перед фактом. Он должен согласиться на мирное соглашение в течение 50 дней. Если в этот срок Россия не согласится прекратить атаки, Соединенные Штаты будут принимать дальнейшие меры. Кроме того, мы вновь призываем все страны, включая Китай, прекратить экспорт в Россию товаров двойного назначения, которые поддерживают ее военную промышленность и позволяют наносить удары дронами и ракетами по Украине. ერთი სიტყვით, ბატონი ტრამპი ხომ ებრძვის ამ deep states და მის მიერ შექმნილ სტრუქტურებს. მაგრამ რეალურად თვითონ ვერ თავისუფლდება deep state-ური გავლენებისგან და მთელ მსოფლიოს ელაპარაკება როგორც მბრძანებელი, როგორც პიროვნება, რომელიც მართავს მთელ მსოფლიოს. ვერ მართავს, მაგრამ იქცევა ისე თითქოს მართავს. აი ამ ხიბლიდან მსოფლიოს მართვისა, მსოფლიოს დამორჩილებისა ტრამპი ვერ განთავისუფლდა და ამიტომ ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ deep state-თან ის დამარცხდება. იმიტომ რომ თვითონ არის deep state-ის შემადგენელი ნაწილი. დაპირისპირება ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს. აბა გავიხსენოთ რა ვთქვი გადაცემის დასაწყისში, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული პიროვნებები, ხელისუფლების სათავეში მოსული პიროვნებები საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი, ივან ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთს ჭამენ, მაგრამ მაინც ერთი მიმართულებით მუშაობენ მეთქი. იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. Deep States ვერ იტანს ტრამპი, იმიტომ რომ ბევრი პირადი წყენა და ზიანი მიიღო აი ამ გაბუნდოვანებული რაღაც უბედურებისგან, ჩაკირულ, ჩაბეტონებული უბედურებისგან ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრებაში და უპირისპირდება არ უყვარს, მაგრამ Deep State-ის გზის გამგრძელებელი გამოდის მაინც. სხვა მიმართულება მისთვის უცხოა. მას არ შეუძლია სხვა მიმართულებით მუშაობა. მან მისი ჭკუით უნდა მართოს მსოფლიო და მსოფლიო ამას უნდა დაემორჩილოს, მაგრამ რა თქმა უნდა მსოფლიო ამას არ დაემორჩილება. ახლა რომ არ დაემორჩილება, ამას ნიშნავს აი ის, რასაც ახლა მოგასმენინებთ, ეს გახლავთ ცნობილი წამყვანი რუსული ტელეარხისა და ცნობილი პროგრამა ბატონის სალავიოვი. Смотрю на всяких Рубио, на заявление Трампа, когда они говорят, что кончается терпение и что надо будет применить силу. Это наше терпение заканчивается. И это мы можем применить такую силу, о которой ни Америка, ни Европа пока даже представления не имеют. Это мы воюем с Украиной как с братским народом, де-факто до сих пор не проводя полномасштабные военные действия, во многом ограничивая себя в средствах поражения, по крайней мере, которые у нас есть гораздо более мощные. Но когда очередной безумец грозит уничтожить в кратчайшее время Калининград, либо развязать войну против России полномасштабно, они должны понимать, с ними мы не собираемся валандаться. Удар будет в соответствии с нашей доктриной, и удар будет уничтожающий. И когда некий Рубио пытается сказать, сколько наших военнослужащих погибло с начала года, я почему задаю вопрос, а откуда он знает? Любой американский, возомнивший о себе политический деятель, пусть проверяет данные, потому что, как известно, американская разведка врала от и до во все времена Клинтона, Обамы, Байдена, о чем заявил, кстати, Трамп в своем расследовании. С чего вы решили, что вы хоть что-то знаете о том, какие у нас потери? Говорите об украинцах. Про их потери вы еще можете получить хоть какую-то информацию. Вы лучше о своей незавидной судьбе подумайте. Нам нужен мир на наших условиях. Это не возня в песочнице.
Это тяжелейшая война за наше будущее и право жить на этой земле. აი ასეთი გახლავთ პასუხი და აქ ერთი მომენტია დასაზუსტებელი შეიძლება თქვენ იფიქროთ რომ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება ეს ხომ არ არის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული განცხადებაო მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ იმ რანგის და იმ მასშტაბის ჟურნალისტი როგორც არის ბატონი სოლოვიოვი როდესაც განცხადებას აკეთებს ეს რაღაცის გახმოვანებაა ეს განცხადება არ არის მისი პირადი განცხადება ასეთი რამ პოლიტიკაში ცნობილია წინასწარ ხდება ამა თუ იმ პიროვნებების მიერ რაღაცის გახმოვანება და შესწავლა იმისა თუ რა რეაქციას იწვევს ასეთი მიდგომა საკითხისადმი. ამიტომ ჩვენ როდესაც უსმენთ სოლოვიოვს უნდა ვიფიქროთ რომ რასაც ის ლაპარაკობს ახლა და ძალიან მკვახედ ლაპარაკობს ხო? აი ამ საუბრის უკან შესაძლებელია მართლაც იდგას რუსული სახელმწიფოს განწყობილებაო. ამას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. და ახლა ერთი საკითხი, ეს გახლავთ დაკავშირებული ავსტრიასთან. ავსტრიაში უკვე როგორც ჩანს, დაიწყო მოძრაობა იმ მიმართულებით, რომ ის არ იყოს нейтралური სახელმწიფო. В правительстве Австрии заявили о готовности обсудить вступление в НАТО, что может стать шагом к отказу от нейтралитета, которого страна придерживается уже 7 десятков лет. Об этом заявила министр европейских и международных дел Австрии. Понятно одно: нейтралитет сам по себе нас не защищает. То, что защищает Австрию в условиях все более нестабильной ситуации безопасности в мире и все более агрессивной России, это инвестиции в собственную обороноспособность, а также в партнерство, сказала чиновница. По словам министра, она в целом очень открыта к тому, чтобы начать публичную дискуссию о будущем Австрии в области безопасности и обороны. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიცია, აქაც ახალი არაფერია იმდენად რამდენადაც სულ ახლახან მოხდა ის რომ ნეიტრალური სახელმწიფოები ფინეთი, შვეიცარია გახდნენ ნატოს წევრები, ანუ მათ უარყვეს თავიანთი ნეიტრალიტეტი და ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა დასავლეთის ნამოქმედარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის რუსეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებული. ანუ პოლიტიკა, რომელიც არის დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის დაჩოქებისკენ. პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან კომპრომისებს არცნობს, არა თუ თანამშრომლობა არ უნდა მასთან, არა თუ იმ საკითხების გადაჭრა არ უნდა, რომელთა გადასაჭრელად სწორედ რომ ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, არამედ ელემენტარული კომპრომისებიც არ უნდა. რუსეთის არსებობას, ფიზიკურ არსებობას ვერ ეგუებიან და ამის გამო ხდებოდა ნატოს გაფართოება, რამაც შეიწირა უკრაინა და ამის გამო ხდება ნატოს გაფართოება ახლა უკვე სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე, ევროპულ სახელმწიფოთა ხარჯზე, რაც რა თქმა უნდა ისევ რუსეთთან დაპირისპირებას ნიშნავს და რასაც რა თქმა უნდა ცუდი მიმართულებით მიყავს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით სოლოვიოვის ერთი ნათქვამი მინდა წარმოგიდგინოთ, რომ დასავლეთს სიმართლე კი არ ჭირდება, მათ ჭირდება მათი მოქმედების გამართლება. Но правда же на Западе никому не нужна. Им нужно оправдание своей агрессии, своей человеконенавистнической философии, которую они раз за разом воспроизводят. სამწუხაროდ ასეა და ამას მოწმობს ახლა უკვე კავკასიის თემა, კავკასიაში დაწყებული სრულიად ახალი გადაჯგუფებები, გადაადგილებები, ამიერკავკასია მაქვს რა თქმა უნდა მხედველობაში და მოგახსენებათ თქვენ თუ რა ხდება აზერბაიჯანში, რა ხდება სომხეთში, როგორ დაუკავშირდნენ ისინი ერთმანეთს გუშინდელი მტრები, როგორ შეკრეს პირი თურქეთთან, ერდოღანის თურქეთთან და საბოლოო ჯამში როგორ იკვეთება დაპირისპირება რუსეთთან. ეს არის ძალიან რთული თემა, ძალიან დიდი თემა, რომლის შესახებაც ჩვენ რამდენიმე გადაცემა უკვე ვსაუბრობთ, მაგრამ აი დღესაც ნაწილობრივ მინდა შევეხო ამ თემას და მე მინდა გაგაცნოთ ცნობილი პიროვნების იაკობ კედმის ერთი მოსაზრება,
გახსოვთ თქვენ ვინ არის ეს კაცი? ეს გახლავთ ისრაელის სპეციალური სამსახურების ყოფილი შეფი, ძალიან რეზონანსული პოლიტიკური მიმომხილველი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანგარიშს უწევენ. Აი, რა პოზიცია აქვს მას ამ საკითხებთან დაკავშირებით? Азербайджан может помочь на именно границе с Россией по поводу Чечни, чтобы была эскалация, и Эрдоган тоже подтвердил, ну, так сказать, в кавычках, что поддержку Алиеву. Здесь еще и остается вопрос Пашиняна. Может ли именно открыться какой-то второй фронт против России, и там участвовать Армения, участвовать Азербайджан? Армения точно нет, потому что она ни на что не способна. Я хочу напомнить, когда была война в Чечне, кто поддерживал чеченских террористов? Турция. Серые волки. Они считают это своей вотчиной и своим влиянием. А вот недавно был конфликт, который Россия сумела погасить в Абхазии. Последнюю минуту, с трудом. Кто спровоцировал этот конфликт? Турция. Турция. То есть желание и попытки Турции медленно вытеснить Россию, оно было, есть и будет. Из Кавказа, из Каспийского моря. Ведь за Каспийским морем открывается огромное туркоязычное пространство, которое тянется до Якутии, включая Якутию. Все республики туркоязычные. Все. Плюс Татарстан и Башкирия. И Якутия. Я уже не говорю про Казахстан, Киргизию. Кроме Таджикистана. Таджики – это иранский язык. Но Иран далеко, где Иран. И потом таджики сунниты, они шииты. То есть это, да. Хватит ли у Алиева наглости открыть второй фронт против России? На мой взгляд, он может решить, что он на это способен, исходя из положения России и ее слабости. Он ошибается. Ну, сколько раз в истории взорвавшиеся диктаторы думали, что у них достаточно сил, и на этом ломали голову. Алиев может пойти, чтобы спровоцировать военный конфликт с Россией. По крайней мере, все, что он до сегодняшнего дня делает, это провокации против России, чтобы обострить эти отношения. Одна за другой. Постоянно. Не только словесные, но и практически. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პროვოკაცია, რომლის სათავეში აღმოჩნდა თურქეთი, მაგრამ რეალურად ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ეს თურქული პროვოკაციაც არ არის. უბრალოდ თურქეთის დიდ პროგრამას, მისწრაფებას, დიდი თურანის აღდგენისა, დიდი თურქეთის აღდგენისა, დასავლეთი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან მოხერხებულად იყენებს, უბრალოდ ცდილობს, რომ გამოიყენოს მის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, დასავლეთს არავითარი სურვილი არ აქვს თურქეთის ეს ჩანაფიქრი რეალიზებული იქნას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყენებს თავისი ინტერესების შესაბამისად და რა არის ეს ინტერესები, როგორც ბატონი კედმი აცხადებს, აი ეყოფა თუ არა ალიევს თავხედობაო, რომ გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგო. რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის იდეა არსად არ წასულა. ჩვენ რომ გვაიძულებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილმა, ასე მტკიცედ რომ გაუძლო და არ ჩაერთო ამ ამბავში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების შესაბამისად, იმიტომ რომ ეს იქნებოდა დამანგრეველი ჩვენთვის. ახლა ცდილობენ არა ერთი რესპუბლიკიდან ამიერკავკასიის, არამედ უკვე გაერთიანებული რესპუბლიკებიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია აზერბაიჯანსა და სომხეთზე, შეუტიონ რუსეთს და გაუხსნან მეორე ფრონტი. მაგრამ როგორი იქნება აქ საქართველოს ამბავი, საქართველოს როლი, საქართველოს განზე დატოვებენ, თუ შეეცდებიან რომ ჩართონ ამ ამბავში და მთელი ამიერკავკასია აუჯანყონ, აუმხედრონ რუსეთს, რათა
დაიწყოს რუსული სახელმწიფოს რღვევა, იმიტომ რომ კავკასიური პრობლემა მოგახსენებათ რა მასშტაბის და რა მნიშვნელობის არის, რადგან კავკასიის ერთი ნაწილი არის რუსეთის შემადგენლობაში. ამასთან არის მიბმული, რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, სახელმწიფოები და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც ასევე დაკავშირებული არიან რუსეთში ავტონომიებთან. ამიტომ ეს პროგრამა არის რუსეთისთვის დამანგრეველი პროგრამა მათი თვალსაზრისით და დაიწყეს ამ პროგრამის ამუშავება და მისი ასე ვთქვათ რეალობაში მოყვანა. ეს ურთულესი საკითხია, სხვათა შორის, როდესაც ბატონი კედმი ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობდა, მას არ გამორჩენია საქართველოს, თუმცა თად იმ კუთხით არის საუბრა, რომელიც რის შესახებაც ახლა მე თქვენს წინაშე ვგრძელობ, მაგრამ საქართველოს საკითხი მისი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. Но в отношении Грузии я должен заметить, вот недавно Международный валютный фонд, что он сказал об экономике Грузии? Что она великолепно развивается, лучше, чем Европа. И о чудо. Именно потому, что она не последовала всем как бы советам Европы и европейцев. И вот тут проявляется такая чистая историческая правда. Тот, кто действует исходя из своих реальных национальных интересов и пытается обосновываться на своих силах и развивать их, он добивается успеха. А тот, кто продает страну и ставит под контроль чужих сил, не только не добивается успеха, он находится в зависимости от этих сил. И вот посмотрите на Украину. Хотели из Грузии сделать Украину. Где Украина и где Грузия? Где экономика Украины и где экономика Грузии? А если экономика в Грузии развивается, то и капиталовложения придут. Не из-за вражды к России, а из-за Грузии, потому что выгодно вкладывать. Есть достаточно сил в мире, которые могут это сделать. А вот вся авантюра на Украине базировалась на поддержке Соединенных Штатов. А пришел новый президент и сказал: Украина что? Что она такое? Что это такое? А мне она зачем нужна? А чего я должен вкладывать в эту черную дыру свои деньги? Ну и пусть Украина барахтается как угодно. Вы хотите за это платить, платите. А я ни цента не дам. Оружие продам за наличные. А вот никакой помощи нет. И вот как теперь Украина будет жить? И как Европа будет жить, когда она надеялась на поддержку Украины? А Соединенные Штаты говорят: а у нас другие интересы, а вы там не присутствуете в карте наших интересов. Тем более в финансовых распределениях. Зарабатывать на вас мы будем, а больше нет. И вот Грузия, именно потому что она отстояла две вещи: свою независимость и попытку, исходя из национальных интересов, опираться на свои силы, не надеясь ни на других. Это не благодаря России Грузия так достигла таких успехов, благодаря Грузии, не благодаря Европе, не благодаря Соединенным Штатам. И вот это самый правильный действенный путь развития, хотя на определенных этапах он создает трудности. აი ასე მსჯელობს ბატონი კედმი. მე მას ვიცნობ, ის ჩემი გადაცემის სტუმარიც ყოფილა და ვიცი მისი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ის არის უაღრესად მართალი კაცი. არავითარ შემთხვევაში არ გადათქვამს იმას, რაც მას გონია და მიაჩნია, რომ მართალია. არავითარ შემთხვევაში რაღაცას არ შეალამაზებს და შეაფერადებს. ახლაც დახატა მან უკრაინის და საქართველოს მდგომარეობა და გვითხრა, რომ საქართველოს რა კი არ დაუჯერა დასავლეთს, რა კი არ მიიღო მისი დირექტივები, რა კი არ დაყვა ყველაფერში, მოიგო ამ დაპირისპირებაში და შეხედეთ, სად არის საქართველოს ეკონომიკა
და შეხედეთ სად არის უკრაინის ეკონომიკა და უკრაინაში რა მდგომარეობაა, რომელიც დაჰყვა დასავლურ დირექტივებს, შეასრულა დასავლეთის დავალებები და შემდეგ როგორც გამოყენებული ნივთი, ხელსახოცი მოისროლეს და ახლა ამერიკელები უკვე სულ სხვა ენაზე და სულ სხვა ინტონაციით ელაპარაკებიან, იგივე ტრამპი. აი ეს არის დღევანდელი ამოცანის, ასე ვთქვათ, გასაღები. თუ საქართველოს შეინარჩუნებს თავის მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უპირველესი მისთვის არის არა ის, რა დირექტივა მოდის დასავლეთიდან, არამედ ის, რა არის საჭირო ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებით. შესაძლებელია წნეხი იყოს ძალიან დიდი, შესაძლებელია გასაძლებად იყოს ძალიან ძნელი ეს ამბავი, მაგრამ ქართულმა ოცნებამ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ ამას უნდა გაუძლოს. თუ ამას ვერ გაუძლო, მაშინ ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კატასტროფით დამთავრდება ჩვენთვისაც და იმ დანარჩენი რესპუბლიკებისთვის, რომლებიც ამ ავანტურას როგორც ჩანს აყვნენ. ახლა საქართველოში როგორ მსჯელობენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აი ამ ამიერკავკასიური ახალი ტენდენციების შემდეგ საქართველოში გაჩნდა ეგრეთ წოდებული ფრთხილი პესიმიზმი, გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი და გაჩნდა რეალობის მეტნაკლებად ახლოს რეალობასთან ახლოს ყოფნის ტენდენციები. ერთი სატელევიზიო გადაცემიდან მინდა პატარა ფრაგმენტები მოგასმენიოთ, ეს გახლავთ ბატონი თემურ ფიფია, რომლის მსჯელობაში პესიმისტური ინტონაციები გაჟღერდა. თქვენ იცით, რომ ბატონი თემური არის პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი, ანუ ის ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რუსეთთან პირდაპირ დიალოგის დაწყება არის საქართველოში ყველა პრობლემის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის გადაჭრის ამოსავალი და ქვაკუთხედი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად მისი ამგვარი დამოკიდებულებისა, მის ინტონაციებში გარკვეული პესიმიზმის ელემენტები გამოჩნდა. მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მშვიდობით დამთავრდება რამოდენიმე თვეში რუსეთ-უკრაინის ომი. მე მგონია, რომ ის გაგრძელდება. და მე მგონია, რომ რუსეთი თავისი მიზნების შესრულებას, იმ მიზნებისა, რაც არის დემილიტარიზაცია უკრაინისა, დეფაშიზაცია, აი ეს ორი ძირითადი მიზანი, ამას მან უნდა მიაღწიოს. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, ამ მდგომარეობაში გაჩერება, რომ დონბასიც არაა ჯერ განთავისუფლებული დაუშვათ, არა? ამ მდგომარეობაში ფრონტის გაჩერება ეს არის რუსეთის აშკარა მარცხი. რაც მას ჩვენ ხედავთ, რომ მას წარმატებები არ გააჩნია, ფრონტზე გააჩნია წარმატებები იქ, მაგრამ საერთო ჯამში დსთ-ის ტერიტორიაზე ამ სივრცეში მარცხზე განიცდის. შეიძლება რუსეთს ძალიან, ესე იგი ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენეს შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა თურქეთის სახით, ისრაელის სახით, აზერბაიჯანის სახით, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის სახით. ეს გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის, ბატონი თემური არის გენერალური მდივანი და აი როგორც გითხარით, ასეთი ინტონაციები გაჩნდა უკვე საქართველოშიც. თუმცა მე ვლაპარაკობდი ფრთხილ ოპტიმიზმზე და ამის მაგალითად მინდა მოვიტანო ბატონ მიხეილ მიშა ჟღენტის საუბარი იმავე გადაცემიდან, პატარა ფრაგმენტი მინდა მოგასმენიოთ. რაც შეეხება კავკასიაში და აზერბაიჯანთან ურთიერთობას, აი დღეს ვკითხულობთ, კიდე რამოდენიმე რუსეთის რეგიონის აზერბაიჯანული სათვისტომოს თავმჯდომარეები ზოგი გამოძევებულია, ზოგზე სისხლსახმართვის საქმე აღიზრდა და ასეულობით დიდი მრავალტონიანი, მრავალათეულტონიანი სატვირთო მანქანები სასმელ-სამეურნეო პროდუქციით დგას საზღვრთან და სხვადასხვა მიზეზით ხდება მათი დაბრძოლება და აღშეყვანა. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს უკმაყოფილებას აზერბაიჯანულ ბიზნესმენებს შორის, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას აზერბაიჯანულ ბიზნესში, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას სასომხეთის და სომხეთის პოლიტიკურ წრეებში და აი ეს რო არ აფეთქდეს, ჯობია ლოკალიზება მოხდეს. ბატონი მიშა აქ ლაპარაკობს ერთ კონკრეტულ ბერკეტზე, რომელიც რუსეთის ხელშია ამ შემთხვევაში.
და იმ ბერკეტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანის ეკონომიკას მთები შეეკვეცება. მაგრამ ეს ერთი ბერკეტია, რუსაც მრავალი სხვა ბერკეტი გააჩნია, რა თქმა უნდა. ამიტომ ბატონ მიშას მსჯელობა და მისი გარკვეული ოპტიმიზმი ამასთან დაკავშირებით, რომ ისე არ არის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეკრეს პირი რუსეთის წინააღმდეგ და რუსას დაანგრევენ. არ არის ასეო, რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელი და მისაღებია და ბარემ აქვე ბატონ დავით ახვლედიანის ამ გადაცემის წამყვანის პოზიციასაც მოგასვენებთ, რომელიც უფრო რეალისტურ, ასე ვთქვათ, რეალიზმთან უფრო მეტი შეხება აქვს, ვიდრე პესიმიზმი ან ოპტიმიზმი. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი თავის იმ ენერგორესურსების გადაზიდვით და ვთქვათ, ყულევის ტერმინალია იყენებენ საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტისთვის, აქაც ტოვებს რაღაც, ანუ საქართველოს ამით აქვს დივიდენდები. და თუ მოხდა ისე, რომ ამუშავდება ეს ზანგეზურის დერეფანი, ჩვენ ვრჩებით საიტნოტში. რუსეთიც იტყვის, რომ იცით რა, რას აპირებთ მეგობრებო? თუ არ მოდიხართ ურთიერთობებზე, აი, თქვენ მაქსიმალურად უკვე შევიწროებული იქნებით სამხრეთელი მეზობლების მხრიდან. თქვენ დაკარგავთ თქვენ შემოსავალ წყაროებს. ანუ ვინტილები მაქსიმალურად გადაიკეტება. აზერების მხრიდანაც, თურქების მხრიდანაც, სომხების მხრიდანაც. ანუ ყველა დაიწყებს ანუ მაქსიმალურად გაზდის წნეხს საქართველოს მიმართ. ჩვენ აქ დერეფანი გვაქვს ალტერნატიული, რატო გვახტევინებთ ამ ხელა საბაჟო გადასახადებს? სომხები იტყვიან. აზერბაიჯანელებიც იტყვიან, ჩვენ ახლა ალტერნატიული გზებით გავუშვებთ სხვა ენერგომატარებლებს. თქვენ რატო გიხდით აქ სატრანზიტო ამ ხელათანხებს? ანუ პირობითად ვიძახი ამ ყველაფერს. შესაბამისად გება საკითხი ამ რუსეთის მხრიდანაც აი დაანონსებული აქვთ, რომ საწვავის გაყიდვას შეამცირებენ. ან გვეტყვიან, რომ ჩვენგან მარაგდებით, ნავთობით, ბენზინით, საწვავით ერთი სიტყვით. რა გამოსავალი გვჭება ჩვენ? აი ამ შექმნილმა ვითარებამ, რომელიც სრულიად ახლებურია. რა თქმა უნდა, საქართველოსაც რაღაცა ახალი ნაბიჯისკენ უნდა უბიძგოს. საქართველომაც უნდა იფიქროს ამ ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცემე, რომ ყველაზე ნაკლებად დავზიანდე. უკეთეს შემთხვევაში კი იქნებ სარგებელის მივიღო, არათუ დაზიანება. აი ასე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და ამ გზას უნდა დავადგეთ. ამიტომ ძალიან საინტერესო მეჩვენა მე ბატონ მამუკა ფიფიასა და ლეონიდ კალაშნიკოვის პოზიციები. კალაშნიკოვი მოგახსენებათ დუმის კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ის მეგობარია საქართველოსი, მე მას პირადად ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობ და ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ჯერ კალაშნიკოვის შემდეგ ბატონ მამუკა ფიფიას პოზიცია. ჩვენგან არაერთხელ გაისმა პოზიცია, რომ რუსეთი მზად არის დიალოგის საწარმოებლად ნებისმიერ დონეზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წამოვა. თავიდან საუბარი შეიძლება შეეხოს ეკონომიკას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი მაინც ის საკითხია, რა პრობლემები უნდა გადაილახოს, რომ რუსეთმა და საქართველომ კეთილმეზობლურ და პარტნიორულ გარემოში ცხოვრება გააგრძელონ. მე ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქვეყნის, ასევე აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია. ოქროს შუალედის გამონახვა, რომ როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა და ოსთა ინტერესები იყოს დაცული, შეუძლებელი აღარ არის. საქმე დაჩქარდება თუ სახალხო დიპლომატიის და ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციების პარალელურად ამ საქმეში ჩაერთვებიან ორივე ქვეყნის დიპლომატიური წრეები. აი ესეთი გახლავთ ბატონ კალაშნიკოვის პოზიცია, მისი მოსაზრება, რომელიც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. არ შეიძლება რაღაცნაირად ვიდგეთ ერთ ადგილზე ჯიუტად. ჯიუტობა არ არის პრინციპულობა. პრინციპულობა სულ სხვა რამეა, ჯიუტობა სულ სხვა რამეა. ჩვენ ჯიუტის პოზიცია გვიკავია და არა პრინციპული სახელმწიფოს პოზიცია. ამიტომ ეს მომენტები არის გასასწორებელი და სხვათა შორის აქეთკენ მოგვიწოდა ბატონმა მამუკა ფიფიამაც. ახლა დიდი კომპრომისების დროა და ყველა მხარე ამისთვის მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებლობას არასდროს დათმობს, თუმცა აუცილებლად მოუწევს მკვეთრად განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა უახლოეს მეზობლებთან საკუთარი უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოს. აი ესე წარმოგიდგინეთ მე ქართველთან აზრევიც, არაქართველთან აზრევიც, აი ამ შექმნილ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა
იმაზე მეტი მნიშვნელობა თუ რას იტყვის კედმიან, თემურ ფიფიან, მიხეილ ჟღენტი, ან იგივე კალაშნიკოვი თუ მამუკა ფიფია თუ სხვები და სხვები, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას ფიქრობს და რას ამბობს და რა გეგმები აქვს დასახული რუსეთის პრეზიდენტს Владимир Путин. Აი მისი ერთ-ერთი позиция. Со времен Петра I флот был и остается достоянием и гордостью Отечества. Военно-морским силам принадлежит сегодня важнейшая роль в обеспечении обороны и безопасности России, в защите ее законных интересов в Мировом океане. И сегодня, и в перспективе они способны эффективно решать весь комплекс поставленных перед ними задач. Оснащены передовой военной техникой, обладают современными системами управления, разведки и связи. Набирает мощь и морская составляющая ядерной триады России. В ее основе группировка атомных подводных лодок, которая уверенно наращивает свой потенциал. Завершено строительство крейсера «Князь Пожарский». На различных этапах создания 2 субмарины проекта «Борей-А» и 6 многоцелевых атомных подводных лодок проекта «Ясень-М». В этом году утверждена новая стратегия развития военно-морского флота России. Впервые в истории она рассчитана на длительный период, до 2050 года. И это прямое свидетельство нашей уверенности в своих силах и возможностях. თქვენ მოგახსენებათ ერთი ძველი ცნობილი გამონათქვამი, რომ რუსეთის მოკავშირე არის მისი არმია და ფლოტი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ის, რაც თქვენ ახლა მოისმინეთ და რა თქმა უნდა ისიც, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოგისმენიათ, მეტყველებს და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რუსეთის დამარცხებაზე ფიქრი ნაადრევია. მეტიც, რუსეთის დამარცხებაზე ფიქრი არის სრული სისულელე. ამიტომ თელმა ხალხმაც და განსაკუთრებით მთავრობამ და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ფიქრი, რომ რუსეთს დაამარცხებენ და დააჩოქებენ, უნდა ამოიგდოს თავიდან. თუ ამ ფიქრს ამოიგდებენ თავიდან, მაშინ მათ თავში გაჩნდება ახალი ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან, როგორ უნდა ვილაპარაკოთ მასთან და როგორ უნდა გადავწყვიტოთ და გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია რუსეთთან, რუსეთის ფენომენთან და რუსეთის ფაქტორთან. აი ეს არის გასაკეთებელი და ახლა როგორც ერთგვარი შეჯამება ყველაფრისა, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ და გაყურებინოთ ვიდეო მასალა, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილოეთისციალთან. თავში სულ ამით დავიწყეთ, ამით გავხსენით ჩვენი გადაცემა. ოღონდ ახლა უკვე გაორებული კადრები. თუ რატომ ვაკეთებ ამას, ახლა მოგახსენებთ. მას ასე თქვენ ნახეთ ჩრდილოეთის ციალი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ფონზე და რუსული საგალობლის ფონზე. რის თქმა მინდა, ჩრდილოეთის ციალის მეცნიერული დეფინიცია გვეუბნება. ეს არის მზის ენერგიული ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში შემოსვლა.
ისინი დაახლოებით 72 მილიონი კილომეტր/საათის სიჩქარით შემოედინებიან. დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს და ეს დრამატული პროცესი ასე გადაიქცევა შთამბეჭდავ ატმოსფერულ ფენომენად. ეს არის მეცნიერული განმარტება ჩრდილოეთის სიალისა. არც სურვილი მაქვს და რა თქმა უნდა არც კომპეტენცია გამაჩნია იმისი, რომ ამ დეფინიციაში რამე ეჭვი შევიტანო. ეს ყველაფერი ალბათ ნამდვილად ასეა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა იმის შესახებაც, რომ ჩრდილოეთის სიალში ერთგვარი მისტიკაც ჩანს. მე არაფერი მიშლის ხელს დავინახო მინიშნება დიდ სინათლეზე, ზეციდან მომავალ ღვთაებრივ სხივსა და ლაჟვარდზე, რომელიც პერიოდულად ინთება და ქრება ჩრდილოეთის პოლუსთან, ანუ რუსეთის ჰორიზონტთან. ჟირინოვსკის აქვს ერთი ასეთი ნათქვამი. არსებობს 4 მხარე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და რუსეთი. პოლიტიკური თვალსაზრისით დიდებული ნათქვამია. რუსეთს წეღან რომ ვახსენეთ არმია და ფლოტი, მხოლოდ არმია და ფლოტი არ ყავს მოკავშირეებად. რუსეთის მოკავშირეა ქრისტე და მართლმადიდებლობა. აი აქ ალბათ ყველაზე სწორი იქნება იმ რიტუალის შესრულება, რომლითაც ამ გადაცემას ვამთავრებ ხოლმე. ანუ თქვენის ნებართვით დავანთებ სანთელს, გადავიწერ პირჯვარს და თქვენს ვთხოვთ, რომ ჩემთან ერთად იგივე გააკეთოთ, რამე თუ ეს არის ყველაზე წმინდა რიტუალი, ეს არის ყველაზე სწორი რიტუალი და ეს არის მრავლის მთქმელი რიტუალი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიაროთ სიმართლის მიმართულებით, ჭეშმარიტების მიმართულებით, რომ ვიაროთ სიკეთის მიმართულებით, ვიაროთ იმ მიმართულებით, რაც ღვთაებრივი მიმართულებაა, რაც სწორი მიმართულებაა და რა მიმართულებითაც აი ეს ანგელოზი ჩვენი გადაცემის ბოლოს მიემართება ტაძრისკენ, მიემართება ზნეობისკენ, მიემართება ხვალინდელი დღისკენ და მიემართება სანთლებისკენ, რომელიც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გაუნათებს გზას უკეთესი მომავლისაკენ. აი თითქმის ყველაფერი ის თქმაც დღეს თქვენთვის მინდოდა. აქ დავასრულებ გადაცემას იმ იმედით, რომ მომავალ პარასხევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვებით. ნახვამდის.